რა მომენტში მიხვდით, რომ გამოგივიდათ და თქვენს მიზნებს მიაღწიეთ? როცა და ჩემი გავაგზავნა დასასვენებლად დუბაიში. კი. და არ შემიხედია ბილეთები რა ღირდა, არ შემიხედია სასტუმროს რამდენი გადავიხადე, არ შემიხედია მძღოლს რამდენი მივეცი, არ შემიხედია მანქანის ქირება რამდენი დამიჯდა. კარტა მივეცე და დახარჯე რა ზიგნა მეთქე ესე უთხარი. მაშინ მივხვდი რომ იმ დონეზე ვიყავით ასულები, რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთებინა და ანუ ჩვენთვის ანუ სიხალის მომტანი ის იყო, რომ დედაჩემთან ერთად გავაგზავნეთ დედაჩემის ნათლუი და დეიდა ჩვენი დედაჩემის და ანუ კარტა მივეცი და დახარჯე რა ზიგნა თუ მაგრამ ყველაზე ცვალე ისა გამიხადა დედაჩემს ფული არ დაუხარჯე იმდენი რაც მეგონა რა დახარჯა და არაფერ დაუხარჯია. მაინც დედა რო არის ხო უთხრება ფულს და ანუ ეგ ანუ კი ყველა ეგრე, მაგრამ ვინც ყველა გვიყვართ დაიმახსოვრეთ, რომ ფულს როცა გააკეთებთ, ყოველთვის შეეცადეთ თქვენ მშობლებს ასიამოვნოთ. პირველ რიგში შენ თვითონ მიიღებ მაქსიმუმებას, იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი სიხარული მაქვს მაგას, ვიდრე აი შენ როცა წახვალ დახარჯა ფულს რაღაც შენ თავზე და იცი რომ შენი მშობლები ანუ ნებიობის გარეშე დატოვე რა, ამიტომაც დაიმახსოვრეთ ყველა მე გააკეთეთ, ამიჯერებს უფრო დიდი სიხარულს მოიტანს ეს ყველაფერი.